პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა ცვლილებები, რომლითაც მთავრობაში სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა შემოდის. ცვლილებებს კენჭი დღევანდელ პლენარულ სხდომაზე უყარეს. პროექტს მხარი 84 დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგ კი 10 წავიდა. აღნიშნულ პოსტს მამუკა მდინარაძე დაიკავებს. მას შემდეგ, რაც პარლამენტის მიღებულ კანონპროექტს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილი ხელს მოაწერს, პრემიერ-მინისტრს უფლება ექნება მამუკა მდინარაძე პოსტზე დანიშნოს. იმ გარემოებების გათვალისწინებით, რაც ფართო რეგიონსა თუ რეგიონში მიმდინარეობს, განსაკუთრებული მნიშვნელობა ეკისრება სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის მომენტს იმისთვის, რათა მათი დაკისრებული კანონმდებლობით განსაზღვრული ფუნქციები ეფექტურად იქნეს რეალიზებული. სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა შესაძლებლობას მისცემს უკვე მთავრობას, როგორც აღმასრულებელ ხელისუფლებას, კონკრეტულად კი პრემიერ-მინისტრს, თავისი ეს უფლებამოსილება, რომელიც მისი ერთ-ერთი უფლებამოსილებაა და არა ერთადერთი, დელეგირების უფლებით გადასცეს სახელმწიფო მინისტრს, რომელიც ამავდროულად გაცხადებული გეგმის შესაბამისად დაიკავებს ვიცე-პრემიერის პოზიციას, ყოველდღიური კოორდინაცია კი წარმატებას უზრუნველყოფს. ეს საკანონმდებლო ცვლილება თავისთავად მოემსახურება იმას, რომ სამართალდამცავი ორგანოების საქმიანობის კოორდინაცია მაქსიმალურად მაღალ დონეზე იქნეს უზრუნველყოფილი და რა თქმა უნდა, ამ თვალსაზრისით უალტერნატივო აბსოლუტურად კანდიდატურა გახლავს სწორედაც ბატონი მამუკა მდინარაძის კანდიდატურა. რაც შეეხება იმ ერთგვარ კაკაფონიას, რომელიც რადიკალური ოპოზიციის რიგებში ამ თემასთან დაკავშირებით გვესმის რამდენიმე დღის განმავლობაში, ეს ბუნებრივი არის იმის გათვალისწინებით, რომ მათ ძალიან აშფოთებთ, მათ ძალიან არ მოსწონთ თავისთავად ის ამბავი, რომ სწორედ ბატონი მამუკა მდინარაძე უბრუნდება აქტიურ პოლიტიკას, ის უკვე დაიკავებს სახელმწიფო პოლიტიკურ თანამდებობას, რაც მას მისცემს შესაძლებლობას, რომ ერთი მხრივ უკვე საჯარო პოლიტიკაში იყოს კვლავ აქტიურად ჩართული, ხოლო მეორე მხრივ განახორციელოს ის ძალიან მნიშვნელოვანი ფუნქცია, რომელიც გულისხმობს სამართალდამცავი ორგანოების საქმიანობის კოორდინაციას.